აი საერთოდ ხო გაგიგონიათ ასეთი გამოთქვა, რომ აი პირველი პრეზიდენტის 100 დღე და შევაჩამოთ მისი საქმიანობა. მეგობრებო, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ერთი თვე გავიდა რამოდენიმე დღის უკან და იმდენი რამე შეიცვალა მსოფლიოში და იმდენ აგენტსა და სამშობლოს მოღალატეს აეხადა სკალპი, რომ აი მე თვითონაც მიკვირს როგორც რიგი ტრამპის ამომრჩეველს. მომდევნო ტრამპისა და მასკის, ანუ დოჯის სამსახურის მსხვერპლი გახდა USAID და კონკრეტულად ყველასთვის საყვარელი თეორია, რასაც ჩემ ხელმარჯვნივ ხედავ უკვე ილუსტრაციის დონეზეც უკვე გასაგებია თქვენთვის რაზე გვექნება საუბარი, როგორც ირკვევა, როგორც ამერიკის ამჟამინდელი მთავრობა ამტკიცებს, კორონავირუსი ხელოვნური ჩარების შედეგად არის გაჩენილი ვუჰანში. და მისი მთავარი სპონსორი, აბა გამოიცანეთ ვინ იყო, USAID, რომელიც 2019 წლიდან ასპონსორებდა ამ გეგმას. მეგობრებო, ეს Deep State-მა რატო დადგა, რაში ჭირდებოდა ეს ვირუსი, ყველაფერზე ამომწურავად გიპასუხებთ ამ ვიდეოში, მაგრამ სანამ გადავალთ ამ ვიდეოზე, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, ასევე გამოყვეთ Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერაში მაქვს მითითებული, იქ ძალიან აქტიური ვარ, შეგიძლიათ ყოველდღიური პოსტები ნახოთ ჩემი. რავი, თუ გინდათ დონაციას გააკეთეთ, არხს დაეხმარეთ განვითარებაში და რაც ყველაზე მთავარია გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან სიმართლე იცოდნენ თანამედროვე მსოფლიოს შესახებ. ახლა კი გადავიდეთ ამ ვიდეოზე. მეგობრებო, ვინც ბიზნესს მართავთ, სერიოზული რჩევა მაქვს თქვენთვის. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბიზნეს პროცესები ავტომატიზირებული, ეს პოსტი თქვენთვისაა. ცოტა ხნის წინ აღმოაჩინე CRM სისტემა Bittrex 24. ეს არაა ჩვეულებრივი CRM-ი, არამედ მთელი ეკოსისტემა, სადაც შეძლებთ კლიენტების მართვას, გაყიდვების ავტომატიზაციას და ყველა ოპერაციის ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას. ასევე გაგაცნობთ BSM გრუპის იმ გუნდს, რომელიც Bittrex 24-ის 15 წლიანი გამოცდილებით ავრცელებს საქართველოში. მათ ყოველ კლიენტს ინდივიდუალურ უქმნიან სისტემას, უკავშირებენ მას ერთ CES-თან, ERP-თან და საიტებთან, ყველა იმ სერვისთან, რაც თქვენ ბიზნესს ესაჭიროება. მათი ოპტიმიზაციით CRM-ი კი არა, მთელი ბიზნეს ნერვული სისტემა გექნებათ. საიტის ნომერი და ლინკი აღწერაშია მითითებული. დაუკავშირდით და თქვენი წარმატება გარანტირებულია. ოპა. ფინანსა თუ არა USAID-მა ჩინეთში COVID-19-ის შექმნა. ჩვენ არავის ვაფინანსებთ იმისთვის, რომ მათზე კონტროლი მოვიპოვოთ. ჩვენ არავის არ ვაფინანსებთ იმისათვის, რადგან მათზე კონტროლი მოვიპოვოთ და ამ დროს დოჯის სამსახურმა, მეგობრებო, აი ხო გიხაროდათ მემარცხენე ლიბერასტებო, აი ტრამპის მოსვლა რატო გიხარიათ კოცებსო და რაღაც ბლა 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 გაპრები ხო იყო აი ახლა დოჯმა, რომელიც არის government efficiency სამსახური, ანუ ილონ მასკის დაქვემდებარებაში ყოფის სამსახური, გამოაქვეყნა ანგარიში, რის მიხედვითაც 41 მილიონი იქნა მიცემული USAID-ის მიერ former president of Georgia, სალომე ზურაბიშვილი. რადგან აი ნახეთ 27 ოქტომბრის არჩევნების შესახებ გავლენა ქონოდა. აბა რო გამოდიოდა ქუჩაში, რაღაც ინტრიგებს რო ხლართავდა, მოულოდნელად რომ მოტრფიალე გახდა საქართველოს და აბსოლუტურად იცვალა კურსი, რის შედეგია მეგობრებო. ისე რომ აი 51 მილიონით ფინანსდებოდა და ეგ Georgia's Pelta Terrorist RAWEX in Tbilisi airport. ნუ ქართულმა იმათ თქვა რა ქვია მოსახლეობის ნაწილმაო ის ამ ადამიანსო კვერცხებით შეეგებენენო იმას თბილისის აეროპორტშიო. ანუ ხვდებით რასთან გვაქვს საქმე? ამ USAID, რომელიც სოფლიოში 1000 სიგიჟობებს ასპონსორებდა, სიგიჟობებს, ნუ იქ ათეიზმის გავრცელება, ტრანსგენდერი მაიმუნების მკურნალობა და კვლევა და რაღაც უბედურებები რაც ხდებოდა, ხო, ამაზე ვისაუბრებ მოგვიანებით. მოდი გავაგრძელოთ ახლა კორონაზე, როგორ აფინანსებდა USAID ამ პროცესებს. მეკითხეთ, დააფინანსეთ თუ არა კორონავირუსის შექმნა ვუჰანში. სანამ დირექტორად დავინიშნებოდი, ჩინეთში ფინანსდებოდა კვლევითი პროგრამა, რომელიც აი ეშმაკს ხო გავს, აი ეხოწებით ისიც რა არის, აი ფსიქოანალიზა ხო დავიწყე მე ვიდეოების შეწერა რა და ცალკე გრაფაც მაქვს შეგიძლიათ ვისაც ნანახი არ გაქვთ პირველი სერია უკვე მიდევს. აი ამ სიმახინჯეს დააკვირდით, რომელიც მისი თვალებიდან ჩანს, რა თქმა უნდა ფიზიკურობაზე აქ მე არ ვახვილებ ყურა, რას მისი თვალებიდან ის ტყუილების გუდა, რომელიც ამ ადამიანისგან ეს არის USAID-ის ყოფილი დირექტორი უკვე ეს დაიხურა, აღარ არსებობს. წარსულს მიეცა იქაური შიგ ევროპელები ამერიკაში მართავენ მემარცხენე ლიბერასტები აქციას რომ აღდგეს თვითონ ამით საქმიანობა, იმიტომ რომ ყველა გიჟი რომელიც საქართველოსდან დაწყებული დასრულებული გერმანიაში ხარო AfD სიმაზე გამოდიან ეს woke agenda ფინანსდებოდნენ აქედან იმისათვის რომ რატომ აი ამ პასუხს მე ბოლოსთვის ვინახავ, რატომ ჭირდებოდა Deep State-ს გამოგონება კორონავირუსის. გავაგრძელოთ. 2019-ში დასრულდა. $200 million program and დიახასია და უჰანის ლაბორატორიაც, საიდანაც პანდემია დაიწყო, ამ პროგრამის ნაწილი იყო. ასევე მაინტერესებს, დააფინანსა თუ არა USAID-მა ჩინეთში სამხედრო სამედიცინო კვლევები. სამხედრო სამედიცინო კვლევები, მეგობრებო, ეს არის ყოველად გასაიდუმლოებული რამ პროექტები, ხო, რომელზედაც სახელმწიფოსაც არ აქვს იმხელა წვდომა. ამიტომ ეს განსაკუთრებით საინტერესოა.
Not to my knowledge, but არ ვიცი, არ მახსოვს, უნდა ვნახო. GAO has found ეგ როგორ შეიძლება არ გახსოვდეს, აი მითხარით ახლა. აი, რას ქვია, ბოლოს God of the War-ს თამაშობ Ragnarok-ს, ის მახსოვს ბოლო რა ეპიზოდში გავჩერდი. დაახლოებით 1-3 კვირის წინ ეპიზოდი მახსოვს ზუსტად, აი მოწყობაც კი იმიტომ რომ ამას ის არ ახსოვს, მნიშვნელოვანი სამხედრო ისა რა ქვია, კვლევითი ის რო დაასპონსორა პროექტი, ეს როგორ შეიძლება არ გახსოვდეს? არა, რა თქმა უნდა ახსოვს, უბრალოდ ეს მატყუარა და აფერისტია რეალურად. that there have been ისტორი several პასუხია. words of დიახ, NIH თქვენ money. დააფინანსეთ ჩინეთში სამხედრო სამედიცინო კვლევები. ანუ ეს რიტორიკულად ეკითხება ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უკვე წდომა აქვს ამჟამინდელ ამერიკის მთავრობას საიდუმლო მასალებთან და ყველანაირი დაფინანსების წყარო და ისიციან. აქედან გამომდინარე, უნდა რომ ამ რეალურად რასაც ეს ადამიანი ხა ჩალიჩობს არის რომ აღიარებითი ჩვენება დატოს, მაგრამ როგორც ყველა ლიბერალი, მათ არ შეუძლიათ ფაქტების აღიარება. როგორც ყველა ლიბერალი, ისინი ფაქტების წინაშე ვარდებიან. კრუნჩხვები ეწყებათ უბრალოდ და აგონიაში ვარდებიან. ეს არის რაზეც დეტალურ ინფორმაციას ვითხოვთ USAID-დან და ვერ ვიღებთ. 10 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში ამ ვირუსის გამო. არ უნდა ვიცოდეთ, და 700,000-ზე მეტი დაავადდა. 700 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა და ამ დროს, როდესაც ეს პროექტები ფინანსდებოდა, თურმე ამ ადამიანს არ ახსოვს, რაში ჩადო ფული? ანუ, სერიოზულად? რა იყო ამაში ჩვენი დაფინანსების So წილი. I've been asking for months. so again, to set the record straight, ეს პროგრამა 2019-ში შეწყდა. 2019 რა თქმა უნდა, ამის საქმის ყურში იყვნენ დემოკრატები, ბაიდენის ადმინისტრაცია. ეს კარგად მომზადებული იყო Deep State-ის მიერ და რატომ? ეხლა მოდი ამ კითხვაზე პასუხი გავცეთ. რატომ ჭირდებოდა კორონავირუსის ხელოვნურად გამოგონება Deep State-ს? ეს ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ აქამდე ადრეს გადამიღია მე ამის შესახებ ვიდეოები, ну ზირითადად ჩეთქმულების თეორიები, ხო, რაც არსებობდა, მაგრამ ეს უკვე არის კალპ ახდილი რეალური ფაქტი, რასაც ჩვენ უყურებთ, მაგრამ მეგობრებო, არ მინდა დაგაბნიოთ იმ ფაქტმა, რომ თქვათ ესეთი რაღაც და მე მესმის იმ ადამიანების არგუმენტი, რომ მაშინ თუ კორონა იყო ხელოვნურად შექმნილი, მაშინ ლეტალობა რატო არ იყო მსოფლიოში ძალიან მაღალი. აი სწორედაც აქ იმალება ძალიან დიდი საიდუმლო, რომელიც მე პირადად ამ მრავალწლიანი დაკვირვების შემდგომ ამოხსენე, თუ რაში ჭირდებოდა Deep State-ს რეალურად ვირუსის გამოგონება. მეგობრებო, დავიწყოთ პირველი და ყველაზე მთავარი თემით. Deep State-მა დატესტა მთელ კაცობრიობაზე. რამდენად იქნებოდა ახალ know-how-ს შეგუებული. ანუ ნახეთ, ის თუ ჩვენ არ წარმოგედგინა მაგალითად 2019-ში და 2018-ში რომ აი რაღაც ვირუსი გამოვა და მთელ სამყაროს და მთელ დედამიწას შეიყვანდა სახლებში და ჩააყუდებდა, იქ ისენი რო იყო, ხო, რა ქვია, გამოცხადებული რომ 6 საათის შემდგომ სახლიდან არ უნდა გახვიდე, არის მაღალი ლეტალობა, რაღაც სხაპრები, ხო? ანუ სინამდვილეში რა ხდება ახლა? Deep State-მა დატესტა მთელი კაცობრიობა, რამდენად იქნებოდა შემგუებელი ამ ყველაფერთან. აქ გეგმაში რა თქმა უნდა არ იყო ადამიანთა ლეტალობის დათო, ეგრე ებოლა გამოიშვა ახალი იმით, რა ქვია, მუტაციით, ან კოლერა სიტყვაზე, ხო, რომელსაც გაცილებით მაღალი ლეტალობა ქონდა, ვიდრე კორონავირუსს, ხო? ანუ სინამდვილეში ეს ლეტალურობაზე გათვლილი არ იყო. ეს იყო გათვლილი ადამიანთა ფსიქოლოგიაზე. რამდენად იქნებოდა შემგუებელი და რამდენად დაემორჩილებოდნენ სოფლიო აი იმ მართლობის იდეას იმასთან დაკავშირებით, რომ ეგეუნება ამერიკა, გეუნება ჩინეთი, შენ სახში უნდა იჯდე. მაგრამ რეალურად ხო ამერიკა არ აკეთებდა ამ ყველაფერს, რეალურად USAID აკეთებდა. მაგრამ ამერიკის მთავრობა, მაშინელი ბაიდენის ადმინისტრაცია და ვინების იყვნენ, ისინი ხელს უწყობდნენ ამ პროცესებს, ხვდებით? ანუ ტრამპმა რაც ამხილა რეალურად და ეს საქმეები მე მიხარია რომ გაიხსნა, იმიტომ რომ ჯონ კენედიზე კვლევებასთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ 7 მილიონი ადამიანი მოკვდა ამით და 700 მილიონზე მეტი დაინფიცირდა. და ამ დროს ეს ყველაფერი იყო დატესტილი, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ რამდენად ჩაგაყუდებდნენ სახში რა. მერე უფრო 1-5 წელს მერე უფრო სხვანაირს მოიგონებდნენ. ომები როა მოიწურებდა. მერე კიდე რაღაცას რომ აი შემგუებელი, აი რეზისტენტული უნდა გამხდარიყავი ამის მიმართ, ხვდებით? ანუ აქედან გამომდინარე, Deep State-ის ეს გეგმა რა თქმა უნდა ჩავარდა, იმიტომ რომ სოფლიომ გაიცნო რა მასხრები, რა აფერისტები და რა კორუმპირებულები არიან. აი ეს კომპანიები, USAID, Vanguard, State Street და მრავალი კიდე ძალიან ბევრი შილობილი BlackRock-ის კომპანიები, რომლებიც ასე უპრაგონოდ ყველაფერს აფინანსებენ სოფლიოში, რაც აქცევს. 41 მილიონი იყო აგერ სარომე ზურაბიშვილში ჩადებული. და ამ დროს იმის სამშობლოზე შეყვარებული ნამდვილი ქართველი პრეზიდენტი. და ბიძინა ივანიშვილის წყალობით გახდა ეგ ადამიანი პრეზიდენტი, კი. აი როგორ იყო ზურაბიშვილი, გამოგონილი პოლიტიკოსი იყო საერთოდ. ბიძინა ივანიშვილი იყო გამოკრული ბანერზე და ეწერა აირჩია სალომე ზურაბიშვილიო თავის დროზე. და ამის ფონზე, როდესაც ბიძინა ესე დაეხმარა, ეს ადამიანი ადგა და ბიზნეს დაუპირისპირდა. აი მაკედან გამომდინარე არის სალომე ზურაბიშვილი ერისა და ყველანაირი, აი რაც კი წმინდა არსებობს ყველაფრის მოღალატე ამ ქვეყანაში.
ეგ ადამიანს გმირი არა კიდე ჩანდაბა რაღაცები რომ მოქონათ ამ შიგ ევროპელებს. ხო ფაქტი დაიდო, მე ხო არ დამიდია დოჯმა დაძო government efficiency სამსახურმა ილონ მასკმა რომ ეს ადამიანი ფინანსდებოდა USAID-დან. ეს ოფიციალური მტკიცებულება, ამას ვეღარ გაიქცევით უკვე. და სალომე ზურაბიშვილის იყო ამოფარებული ეს NGO სექტორი. ხო. თქვენი დრო მალე დასრულდება. We have people And yet it goes დიახ, on. და მომდევნო წელს პანდემია დაიწყო. ზუსტად ვიცით, რომ ვუხანი COVID-19-ის შესაქმნელად თქვენ დააფინანსეთ. თუმცა გვაინტერესებს, კიდევ რა ვირუსები გაქვთ შეკვეთილი და რა ინფორმაციას მალავთ. რა ვირუსები გაქვთ შეკვეთილი და რა ინფორმაციას მალავთ, თუნ ვაი რაღაც სიგიშია რა. extensive documentation. ჩვენ ასობით დოკუმენტი მოგაწოდეთ ამ პროგრამაზე თქვენი მოთხოვნის პასუხად. It's actually როგორი აფერისტი ეხა უყურეთ რა. That is It not is the true. fact that- Everything we have asked, თქვენ we ხართ have not done. I მატყუარი. have not ხურცლის ნაკუწიც კი არ მოგიციათ. ხო ხედავთ. შიგ ევროპელებო. მე მინდა თქვენ ჩემმა გამომწერება ეგიციან კაცო. შიგ ევროპელებო. ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ფარად გიყენებდნენ თქვენ. ყალბი ემოციური ფონით გტუმბავდნენ, რა ზღაპრებს არ გაჯერებდნენ. ვინ არა მოგიყვანეს ისტორიიდან, რომელი გმირი არ გაგიცოცხლეს ფალსიფიცირებულად, იმისათვის რომ გამოიყენებინეთ პირადი ფინანსური მიზნებისთვის. ხო, მე საქართველოს ამერიკიდან ეხდება მაგ ყველაფერს სახე. მითხარით ეხა კი აი საკუთარ თავებს აი სარკეში ჩახედეთ. ვინც აქციაზე ამდენი ხნის განმავლობაში დადიოდით. აი მინდა რომ საკუთარ თავებს შეხედოთ სარკეში ვის ემსახურებოდით სინამდვილეში. და რა იყო განსაკუთრებით ხაზგასმით ახალგაზრდებს მინდა მიუმართოთ და ძალიან ბევრი მიყურებს. აი ხვდებით რა დონეზე გიყენებდნენ და მე როდესაც გამოვედი მაშინ და გამჭირვალობის კანონიდან და იქ ყველაზე მძიმე დროს რო სიმართლის ხარეს დავდექი და რომელ ტალახს არისროდნენ აქედან ბიზნეს დაფინანსებულო იმის დაფინანსებულო ამის და რაღაც გამოგონილ თეატრებს რო გავდნენ მე რთულ მომენტებში ძმაო ყველაზე რთულ მომენტებში გამოვავლინე ის რაც უნდა გამეკეთებინა რეალურად. რადგანაც დღეს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი მოტყუებულია. დამსახურება მაგ ბავშვების ბრალი კი არა, აი ამ ჩათალახების ბრალია სინამდვილეში, ვინებიც ამოფარებულები არიან ამხელა მილიარდიან კომპანიებს. გადასატანი ვრჩება. ხო, ეხა მინდა რომ აი ეხა მინდა შევადარო ივანიშვილის გამოსვლა, ეს ერთ-ერთი ივანიშვილის გამოსვლა არის. რაზედაც მინდა ჩვენ შევაჩეროთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ არასამოვდა ბიძინა დაახლოებით 6 თვის წინ. ხო, მოდიშით. ხო, ეხლა მინდა ბიზნესი შევაფასო, რა ქვია. გამოსვლა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ბიზნა მისაუბრა დაახლოებით 7-8 თვის წინ, ხო, დღევანდელ რეალ პოლიტიკაში სინამდვილე ხდება. რასაც რა თქმა უნდა თავიდანვე ვიზიარები და მე რო ვამობდი რა არის სიმართლე ხალხო, ყველას მართლა დაფინანსებული ვეგონე. არა და ეს თემები, ეხლა რო ტიპები ხვდებიან რაღაც deep state, mid state, როდის ვიცოდი. ამაზე 3-4 წლის წინ წვერდი ვიდეოს, მაშინ როდესაც მართლა დამცინოდნენ რეების გჯერაო და აგერ მოვიდა ტრამპი და ყველა ამხილა. ჯერ სათხად კიდე ბევრი საქმე უნდა გაიხსნას. მაქსიმუმ 1 წელიწადი. რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონალური პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან 1 წელიწადში დასრულდება. ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად, თავარი ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება, ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა და უყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და ანუ ნახეთ თემა რა არის? კარგად უწერია ამას პოლიტიკის გროსმაისტერი, იმიტომ რომ რეალურად ბიზნა მართლა ისეთი რაღაცა არის და საქართველოს ეხა ბევრისთვის ეს ჯერ კიდევ გადახარშვის პროცესია, იმიტომ რომ რეალურად აზრზე არ არიან იმის, რა ქვია, რეალურად რის წინაშე მართლა იდგნენ და რას აცდნენ რეალურად. ეხა უყურე, როდესაც გამჭირვალობის კანონი მოვიდა და ეს პროცესი მე წინას არ ვიცოდი რა მოხდებოდა მსოფლიოში, ტრამპი როგორ მოდიოდა, აგერ აიფთის არჩევნები აქვს, ხო? მე რო ამაზე ჩავიწყე სიმართლის ლაპარაკი, ხო, აი ყველა ტალახი ეგრევე მე პირველი ვიყავი, ვინც ამ ყველაფრის წინაშე ბრძოლა დაიწყო, ნუ ტრენდებიდან ძირითადად, ვისაც ძალიან ბევრი გამომწერი ყავს, თორე ხა ბევრი შეიძლება საუბრობდა ისე, მაგრამ მე არ ვიცი. აი, ვისაც ძალიან ბევრი გამომწერი ყავს და მე ვიყავი ადამიანი, რომელმაც აი ამ სიმართლის საუბარი დაიწყო. ეხლა უყურე, როგორც კი დავიწყამ გამჭირვალობის კანონზე, რომ დავიჭირე, რა ქვია, სწორი პოზიცია, მე ეს ამ აქციას რომ ამხელდი და მათ დაფინანსებები რო ქონდათ, რა ქვია, ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა კომპანიებიდან, ხო? ამ დროს ყველა ტალახი მოდიოდა ჩემზე რა. რუსეთისგან მართული, სუსის აგენტი, ბიზნეს მიერ დაფინანსებული და ყველა ზღაპარე.
რაც კი არსებობდა ტყუილები და ეხა რა ხდება, ეხა მე რატო განახებთ ამ ვიდეოებს, ეხა რაც გავიარეთ, ხო? ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვლაპარაკობდი, აღმოჩნდა სიმართლე. და ამას ჩემგან კი არ ისმენთ, კაცო, მე ვახმოვანებ ეხა. ჩემი ბიზნესგან კი არ ისმენთ, აბო. ამერიკის მთავრობა ლაპარაკობს ამ ყველაფერზე. კაცო, თუ ამერიკის მთავრობასაც ბიზნესი აფინანსებს მაშინ, ძმაო, მაშინ ბიზნესი ყოფილა მსოფლიოს მართველი. და თურმე არ ვიცი, ანუ ხო შეიძლება ადამიანი ლოგიკა მე მესმის ლიბერალის გონებაში არსებობს სერიოზული, ესე ვთქვათ, უღრანი ტყე, რომელსაც ვერ გაჩეხა ვერანაირად. იმიტომ რომ ძალიან უჭირთ ამ ადამიანებს ფაქტის წინაშე დგომა. როდესაც რთული პერიოდი იყო და მე ხმამაღლა არაფრის არ მერიდებოდა და არც მაშინ არ მერიდებოდა, საერთოდ რა ვიდეოს შავწერდი, რა რეაქცია ექნებოდა, იმიტომ რომ პირველად აი მარტო როდესაც ვიყავი და ამაზე დავიწყე ლაპარაკი, ხო გეუბნებით აბსოლუტურად ყოველი მეორე მართლა ვეგონე რომ ვიყავი რაღაც პროექტის ნაწილი და იქ რაღაცა რუსეთუმე და რაღაც ამერიკა, რაღაც ღაპრები, ხო? მე ძმაო, მაშინ ვთქვი ესეთი სიტყვები, ხო? რომ ეს სიმართლის ლაპარაკის არასდროს არ მეშინია, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს ეხლა რა საერთოდ სიმართლის საფასური არის ძალიან ძვირი ადამიანისთვის, ხო? შესაბამისად დავიჭირე ბიძინა ივანიშვილის პოზიცია. ერთადერთი რასაც მე ამ დროის განმავლობაში ვნანობ, ერთადერთი ის არის რომ კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა არ გამოუცხადე ამ ადამიანს. ჩემი აუდიტორით, ნუ იყო ძალიან ბევრი ნახვები მაშინ, ძალიან ბევრი გამოხმაურება და მადლობა ღმერთს, ქართველი ხალხი ბრძენია და მიხვდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩვენ სწორად დავსვით დღევანდელი ქართული რეალ პოლიტიკის დიაგნოზი რა არის და რა არის მისი გამოსავალი. რთულ მომენტში ბევრი ადამიანი გადადგა იქით ხარეს, ვინც ჩემ ხარეს იყო. რატო? იმიტომ რომ მაგ ადამიანებს მარტო სუფრაზე ჯდომა ევასებად, გაიგე? აი, როდესაც გაიმარჯვებ და ყველა რო სუფრას მიუჯდება, ხო იცი? არ არის მეგობრებო ეგ. რთულ მომენტში, როდესაც მე ამ კაცს დახმარება ჩემი რაც შემეძლო, ხო, ჩემი საინფორმაციო ველი და ჩემი პლატფორმა, ხო, მე რო დახმარე, მე რთულ მომენტში გამოვუცხადე ამ ადამიანს დახმარება. და მე ამას არ ვნანობ. იმიტომ რომ ეს იყო სიმართლე რეალურად. სიმართლე, რომელიც დღითი დღე ხდება რეალური. და კიდევ უფრო რეალური გახდება მომავალში. ამიტომ ვინმეს თუ აინტერესებდა აქამდე მე რისი მიტყდებოდა, რისი საერთოდ არც სახეს მალავ, არც არაფერს არ მალავ, გამჭირვალობა მიყვარს ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში. ხო? მე როდესაც ყველაზე რთული მომენტი იყო ბიძინა ივანიშვილს დაუდექი გვერდში, იმიტომ რომ ეს ადამიანი იყო მართალი. ამ ადამიანმა გადაარჩინა საქართველო. ეხა ვის რა წარმოდგენდა აქვს და ვინ როგორ აღიქვავს, ხო? ან ოფთალმოლოგთან მივიდნენ თვალებთან თუ პრობლემები აქვს, ან კოგნიტურ ფსიქოანალიზს მიმართონ თუ აღქმის ორგანოებთან აქვს პრობლემა, იმიტომ რომ შე თუ ამ საფრთხებს აგერ დღეს უკრაინაში რო გამოყრილი ხალხი, უკრაინელი ჯარისკაცები ტრამპის იმებს წვავენ. ტრამპისგან ზელენსკისაა დასაწვავი რეალურად. ამის ფონზე უკრაინას ამდენი ადამიანი მიწაში რო ყავს ჩაწვენილი და პასუხისმგებლობა აქ აღებული, რა თქმა უნდა, ბაიდენის ადმინისტრაციას, Deep State-ს და იმას რა ქვია, ზელენსკის. ხო, ეს პროცესები რო აგვერიდებინა, აი ეს ტალახი გამოვიარეთ სულ ყველამ, გაიგეთ? ეხლა ხომ მივხვდით სიმართლე რა არის? გვიანი არ არის დამიჯერე. გვიანი არ არის რომ ყველა ადამიანმა აღიაროს შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვა და რომელიც თქვენი ბრალი კი არ არის. აი მედია პროპაგანდისტული საშუალებებით, რომლებიც ყალბ ინფორმაციას გაჯერებდნენ სინამდვილეში. აი ეს არის ჩემი პოზიცია ამასთან მიმართებაში. გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ბიზნეს აქ ნათქვამი ეგეთი რამე, რომ ამერიკა არის უალტერნატივო. და საქართველოს უნდა ამერიკასთან ურთიერთობა, ჯანსაღ ამერიკასთან უნდა ურთიერთობა. და არა ყალ ბიუროკრატებთან და Deep State-ის მიერ მართულ იმ აგენტებთან, რომელსაც თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია სკალპს ახებს იმიდან, რა ქვია, თავის ქალიდან. ხო შეიძლება რომ აი ჩვენ დავიწყოთ უკვე სახელმწიფოებრივად ფიქრი და სხვანაირად შევხედოთ ამ ყველაფერს. აგერ კორონას შექმნეს სპეციალისტი პროექტი, რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ ადამიანები ჩაეკეტათ სახლში. დაეტესტათ რამდენად მონა ადამიანი, აი რამდენად აყვამყვება ყველაფერს. ეს Deep State-მა დატესტა, ნაწილობრივ გამოვიდა ბოლომდე ვერა, იმიტომ რომ ყველა მივხვდით სიმართლეს. აგერ კონგრესმენმა კითხა ძმაო, ისო რა ქვია, შემდეგი ვირუსი რა გაქვთ დაგეგმილიო, რომ გამოიგონოთ. კიდევ კაი მე მადლობა ღმერთო შენ რომ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და ტრამპმა გამოიყვანა საჯაროზე ეგ ყველაფერი. აგერ ოპოზიციური ისე რა ქვია, ოპოზიციის ამომრჩევლები, მათი ინფლუენსერები, მათი პარტიები და ეგენი ტრამპს ასხავენ აგერ პრორუსობის იმას. არა ვისა ჩემ ფეხება დადარდეს, მაგრამ ჩარეცხილების აზრი არავის არ აინტერესებს საერთოდ. ადამიანს ხო უნდა კონდეს შენ იმის შეგნება და იმის თავმოყარეობა. მე ბევრი რამე შემშლია ცხოვრებაში და ყოველთვის მე როცა რამე მეშლება, მე არ მიტყდება, გამოვიდე და ბოდიში მოვუხადო ხალხს. რომ აი ამ ინფორმაციაში მე შევცდი და აი ხალხო გამიგეთ სწორად, იმიტომ რომ ადამიანი ვარ. იგივე შეცდომა უმირო და იწყო 22-ში და ემოციურად რომ ბევრი წამოგვიყოლიას. კაცო, მე ამას ვაღიარებ. ილონ მასკი გამოვიდა ზელენსკის ელაპარაკებოდა პირდაპირ. ომის დაწყებიდან ერთ კვირაში. აგერ დღეს ილონ მასკი ჩემზე უარესად აჭობს ზელენსკის. რატო? იმიტომ რომ მაშინ მეგობრებო ჩახშული იყო ყველა მედია საშუალება. Deep State-ია კონტროლებდა ყველაფერს, ყველა საინფორმაციო ბაზას.
და ის დაგვაჯერეს მაშინ რაც იყო ის რა ქვია რაც აღმოჩნდა ტყუილი მაგრამ ჩვენ ეს ვაღიარეთ და თქვით რომ ეს იყო შეცდომა რეალურად ეს პოლიტიკაა ბუნებრივია შეიძლება პოლიტიკოსს შეცდომა დაუშვა ამიტომ ამის გამო კი ერთმანეთი უნდა ჩავქოლოთ ერთმანეთს უნდა ხელი გაუწოდოთ დახმარების მე ამას ვაკეთებ ახალგაზრდობას ეხლა ახალგაზრდობა უნდა გადაწყვიტოს ეს ჩემი ნარატივი რასაც მე ვაწარმოებ ამდენი ხანი და სიმართლეა თუ არა მაგრამ თუ ტვინი აქვს ადამიანს თავში და თუ შეელობისა და ანალიტიკის უნარი აქვს უნდა მიხვდეს რომ ეს არის სიმართლე ესაა მეგობრებო საერთოდ მე პოლიტიკით ვარ დაინტერესებული ალბათ მოვალ ოდესმე იმიტომ რომ ჩემი სფერო ეს არის და ჩემი პოლიტიკური კარიერაც და დამთავრებული ცეკმა აქვს და ესაა ჩემი საქმიანობა რა და აი მე მრავალჯერ შევხვდებით მომავალში ჩვენ წინ და აი დამიჯერეთ რასაც აქ ახლა ვლაპარაკობ იგივეს ვილაპარაკებ ზუსტად სიტყვასაც კი არ გადავალ საერთოდ დროებით